მოვდივარ. მოვედი და ჯენანა დასკავდი. არ ვიცი. აიმე. ის მაცვია მოკლე კაბა. ერთი რო გავიგდე ეს აეგრე ვართაი. ქვედა ჯინსის ქვედაბოლო რო გავიგდე. აღარ ვანებებ თავს. აბაჰე. აბარას გავსწორდით. ჯინსის ქვედაბოლო, იმიტომ რომ შიგნიდან შორტები აქვს და თბილად ვარ. გამარჯობა ხალხო, გამარჯობა, მოგესალმებით. ეხლა აქედან ავიღებ ამებს. რა თქმა უნდა, არაფერი აქ ქაღალდების სამეფოა. ეხლა ვერ უძებნი ვერაფერს. არ გავსულვარ და არ წავსულვართ სადაც უნდა წავიდე ამ ვაზის საძებნელად. ეხლა აყირავდება. და დავიტანჯეთო. ნეტა რატყუის მაგიდა თუ მაიცა მივაყუდებ რა. აჰა. აქ რა მაქვს? აქ მაქვს მთელი სიმდიდრე. ქლიავის ჭირი, შოკოლადიანი, უშოკოლადო ბუბლიკები და რახათ ლუხუმი, რომ გაჩვენოთ რა მაქვს. ეხლა მეცინება მე, იმიტომ რომ გეცინებათ თქვენ ვიდეოს რო ნახავთ. ნინო პირველმა დააკომენტარა მე მგონი, არ ვიცი, სიმღერა დადო ჩემმა ქმარმა. რა ქვია მაგას? მაგიტო მოხვედიო. არა, 2 დღეა ვაპირებ მოსვლას. 2 დღე არის რომ ვამბობ რომ ვიდეო უნდა ჩავწერო და სიმართლე გითხრათ ჟონჟოლი მოვამზადე, ვაიმე ხალხო, 2 დღე კი არა. რაც ფიქრია სამანათი ჩამოვიდა. ეხლა ეს იმის სამანათი მიემატა. ძლივს იმას ქენი, ცოტა დიეტაზე დავჯექი ლელა სამანათის მერე. მერე ფიქრია სამანათის მერე წავიდა ბატონო ჭადი ღომი, ყველი ჭადი ღომი, წნილი ესა ისა და ეხლა ტკბილი და 2 კილო მოვიმატე. მართალია 1 კილო დავიკელი ისევლე, მაგრამ მეორე კილო აღარ მინახია დავიკელი. ხო, რა შეიძლება რა უნდა მეთქვა, აქ რაღაცები იცვლება, მაგრამ ლომი არსად არ მიდის, მეთქი ლომი, მუდმივად ნომი აქ არის. იმიტომ რომ 2 ლომი ვართ. ჩემმა ქმარმა სიმღერა დადო, მიუბრუნდები ისევ არ დამავიწყდასაც ვამბობდი. როგორც ყოველთვის მე მოვედი რომ მოგიტანოთ ამბავი იმ გაგებით კი არა რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია, ვაიმე როგორ აბლუყუნებ და გთხოვოთ რომ მოусმინოთ და მოусმინოთ. მოგეწონებათ, არ მოგეწონებათ, მე სხვა საკითხია, მაგრამ აი ხალხო, თელი სულს და გულს რო დეებს და რო ყოველ დღე ვარჯიშობს და დღეს რომ თელი, რა ვიცი, მე მაგისი ენერგია, დრო და ყველაფერი მაგაში მიდის, მაგაზე აი თავს დავდებ. აი ამაზეც უნდა გითხრათ ეხლა ამ ჩემ ძუძუას პროთეზზე. ხო და დაიცა ყავა, სურნელოვანი ყავითი ვარ მოსული, ყავით. ხო, ყავით. ისა, აი დაფქული რო ჩამოვიდა ეხლა ბოლოს. ოხო, ეს ყავების ყავა. ყავების მეფე ყავა. ახლა მიყოლება ამას რა თუნდა, არაფერი არ უნდა, მაგრამ მაინც მინდა რამე. ხო და თელ დროს და ენერგიას დებს მეთქი და დღეს რა უნდა მეთქვა, მაღაზიაში ვიყავი იმაზე. რაღაცები ვიყიდე რა და ცოტა რამეები. ხო და სალაროსთან ვარ და 2 მოლარია იქით აქეთ და იქ ერთით ვიდექი და იმ წინ, ჩემ წინ ერთ კაცს აერია რაღაცას ყიდულობდა და შოკოლადს და 11 ევროიანი უნდოდა და 12-18-იანი აიღო და არა უნდა წავიდე გამოცვალა და ეს წავიდა და ამასობაში აქეთ გადავისწრე და გადმოუბარგდი. ხო და იმ გოგოს ვეუბნები როზა ქვია რომ ისა იღბალი იყო მეთქი და ბედი რომ შენთან მოვედი მეთქი და იტალიურად ვიენი და მე. ხო და დავიწყე სიმღერა. მე და სიმღერა. ეგრე რა, წაღიღინება. ცოტა ხმა მაღალია ჩემგან ნათქვამი სიმღერა და
წავიხიხინე მეოთხელის სიმღერა არის იტალიური ვენი და მე აბრაჩამი ფამი სენტირეკე მოდი ჩემთან და მომეხვე და მაგზნობინე რომ ისაო შენთან ერთად ჩემი პრობლემები არ არისო თუ ეგეთი რაღაცაა რა და აიგო მიყურებს ესეთი რა არის ეგ მეოთხე ხალ სიმღერა არის მეთქი არაო არ გამიგონია ეგ სიმღერა მაშინ როგორ არ გამიგონია მეოთხე რანაირი იტალიელი ხარ მეთქი დავიწყებ ხოლმე ყველა ყურებას მე რო ყვირილს დავიწყებ იმ გოგოს და იმან უკვე იცის რომ ეხუბრები მაგრამ დანარჩენებმა არ იციან მეთხარი რაცადი იტალიანა ხარ მეთქი შენ რა არაფერი სიმღერები არ ვიცი სიმღერები მე მაგრამ იცი მეთქი ხო მეთხარი ჩემ ქმარს რო ყავდა შენ მეთქი ყოველდღე სიმღერებია ჩემს სახში და სულ ყველა სიმღერა მეთხარი 60-იანი 70-იანი 80-იანი წლებისა და თანამედროვე ეხლა ყველა სიმღერა ზეპირად ვიცი მეთქი და გაუკვირდა ხო და იმის გვამინდა რომ გარდა იმისა რომ ინოჩენტე მთელ თავის მონდომებას და ენერგიას ადებს მეთქი მეც ხო ვისმენ ყოველდღე ამ ყველა მაგის წვალებას ხო და თუ გადახვალთ და ნახავთ ინოჩენტე ტრიკარიკო ძველებმა იცით გამოწერილიც ყავთ და ბევრი ხართ ვინც მაგისიანები ხართ ზოგი არის რომ ჩემთან არ არის მაგათი კომენტარები არ ვიცი გამოწერილი ყავარ თუ არა მაგრამ ბევრი ისეთი კომენტარია მაგასთან ჩემთან რო არ არის ხოლმე და ინოჩენტეს ყავს ეგ ხალხი და ნუ ძალიან ნორმალურია კი არ ვამბობ რომ რატო ეხლა ამას უძებნიდი ვაზას გამოვიღე ეს ვაზა ესა ეს დედაჩემის ნაჩუქარია ესეც არ ვიცი ხო აქ მიყიდა თუ საქართველოსთან ჩამომიტანა ეხლა ეგ არ მახსოვს პატარა მაქვს კიდე პატარა საკამფეტერო ქვია ხო და ამაში ჩავდე მაგრამ საერთოდ ამისი არ იყო აი ახლოც არ ამას ხო იცით რომ არაფერი არ უნდა რა ხო და ახლა ეს ვიპოვე ეს კიდე ინოჩენტის დედისეულა გვაქვს არ ვიცი რა არის და პატარა რადგან იყო აქ ჩავაჭე მაგრამ ამათ მე კაი ვაზა უნდა შეუძინო ეხლა მინდოდა უბრალოდ რომ გამელამაზებინა დიდი ბეჭდე ეს ბოლო ნაჩუქარი ბეჭდი და საყურეები ხო მიკეთია და ეს ჩემია გავიკეთე რომ რადგან მეთქი დღეს დიდი ბეჭდების დღე გვაქვს გაჩვენებს ახლა დიდი ბეჭდს გავიკეთებ მეთქი და ამიტომ წამოვიცვი ესა ისე რა რომ ცოტა ვიდეო გავალამაზო მე გარეთ ბეჭდებით ვაიმე თუ დამავიწყდა ბეჭდების ასხმა 3-4 მიკეთია ხოლმე და თუ დამავიწყდა იცით როგორ გავდივარ აი გარეთ რომ ნუ ნახავ და ისე ვარ როგორც აი მაკლია რაღაც მიჩვევა რა თქმა უნდა ყველაფერი და ოღონდ სახლში მე საქმეებს აი ბეჭდებით სამაჯურ ვერაფრით ვერ გავაკეთებ ვერ აქ წვრილი ბეჭდები თუ მიკეთია ხოლმე აი კალიცო და პატარა ბეჭდი კი ეგ შემიძლია რომ ეკეთოს და ვაკეთო საქმე ოღონდ ცომი და ხორცი და ეგეთ რამეში არ წავყო ხო ეგ ისე რა მოვაყოლე უაზროთ და უგვანოთ რომელი რა შევჭამო ეხლა მითხარით შოკოლადიანი ჩირი მივიფათ ეხლა რომ მოვედი რა გამარჯობა რომ გითხარით მაშინვე დავიწყე ინფორმაციის მოწოდება იმიტომ რომ წინა ვიდეოზე კომენტარი და კარგი ჰა რაღაცა სალაპარაკო ამოიღე თუ რამე არის საჩვენებელიო ისა განყოფა რო იყო ნათიას და ვერო სამანაძე იქ იყო ესა რომ კარგი და მე ისა სიცილის სმაილები იყო და მიყვარსო ეგეთი ვიდეოების ყურებაო და მე კიდე ლაპარაკი მიყვარს ხო და მე კიდე ვლაპარაკობდი ეტყობა თქვენა პრელუდი არ გაგიგონიათ ჰა თქვენ გასაკონათ ვაბო კომენტარი ვინც დაწერა პრელუდი არ გაგიგონიათ ჰა სექსში რო პრელუდიას დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენ არ გაგიგონიათ პირდაპირ კი არ უნდა ეცი ადამიანს და არიქა ჯერ პრელუდია მაიმე ეხლა თუ ვინმე უცხო მიყურებს და გინდა უცხოკია და რამდენი ნაცნობი თქვენ გაიციტყვით ეგ არის თუ გაგიჟდა არ გავგიჟდი სიმართლეს ვამო მე რა რომ ახალგაზრდა აღარა ვარ
ეხლა რაღაცაზე სადილის მერე რაღაცაზე გამახსენდა საბჭოთა დრო და რა გამახსენდა და რაღაცა რა უნდა მეთქვა ის მახსოვს და რა აღარ ორი ისა ხანდაზმული ადამიანი რომ ერთმანეთს ერთი რო ეუბნება მეორეს გახსოვსო ქალებში რომ დავდიოდითო ჯეილობაშიო რომ ქალებში დავდიოდითო გახსოვსო მახსოვსო მაგრამ რატო დავდიოდით ის აღარ მახსოვსო ხო და მეც ეგრე დამემართა მახსოვს რაღაცა უნდა მეთქვა მაგრამ რა უნდა მეთქვა ეგ აღარ მახსოვს ყავა არის უკეთესი არ ვიცი რა ეხლა ხო შეიძლება ეხლა ვინმე გამოხტეს და აი არაგულტის ფელობაში დამდოს ბრალი და აი იტალიაში ხარ და ბარში ყავა იტალიაში ბარში ყავა სხვა რამეა მაგას არ ვადრით სახლში მოდუღებულ და გაკეთებულ ყავებს მაგრამ იმ ყავებში საუბრობ რაც აი რასაც მთელი სიცოცხლე სვავდი რასაც ეხლა მიგზავნით და სახლში მე ვსვავ ყავას და ასე შემდეგ იმ ყავებში არის საუკეთესო თორე ბარში თქვენ არ გეგონოთ რომ იტალიაში ბარის ყავა ყველგან კარგია არა ძალიან ბევრ ქვეყანაში ამ კუთხეში ვყოფილ ვარ რომ ყავა არის საერთოდ აი სად ვიყავით ერთხელ დაიცა პერუჯა ვაიმე სადღაცა აბრუცოში არის კარგი არა უშავს რა ვაიმე დედა რომელი რეგიონი იყო ეხლა სადღაცა ვიყავით გონი პერუჯა ვაიმე აბსოლუტურად აი ყავა არ ნუ სასტუმროებში ეხლა ყავა რომ არსად არ ვარ კაი გავიგეთ მაგრამ არსად ბარებში ყავა არ ვარგო და აი ყველგან შევდიოდი სადაც კი დავინახავდი ბოლოს ვიტყოდი ხოლმე რომ ავტობუსის ყავა ჯობია თქვა ავტობუსში ქონდეთ პატარა მაქინეტა და გვიკეთებდნენ ყავას უფასო არ იყო ვიხდიდით მაგრამ ნუ ავტობუსში როცა გინდოდა ყავას გზავრობის დროს გვიკეთებდნენ უკვეთავდით ისა ჯობდა კიდე იმ ბარების ყავას ასე რომ იმის თქვა მინდა რომ ყველგან კარგი არ არის აქაც ეხა მე მაგალითად ჩემ ბარს სადაც დავდივარ მივეჩვიე უბრალოდ თან ცოტა ძალიან ცოფი არ არის საიგაფს ვერ ვიტან მე საიგაფს ჩემი კუჭი არინელებს ყავას ქვია საიგაფი და სადაც ბარს აწერია საიგაფი ყველა ბარს აწერია რა ყავას აკეთებენ იქ მე არ შევდივარ თუ აი ძალიან უბედური შემთხვევა არ არის და ძალიან საჭიროება ხო და ამ ჩემ ბარის ყავას შეჩვეული ვარ თორე რო გითხრათ რომ ვაიმე ისეთი არა ინოჩენტეს ბარის ყავა უკეთეს საკეთებს ვიდრე ეს და აი გვერდზე ქალაქში კიდე ძალიან კაი საკეთებია ასე რომ ყველგან ერთი არ არის ეხლა მე იანვარში ბატონო 19 იანვარი იყო თუ რომელი აღარ მახსოვს გავაკეთე საბუთები წავიღე ორჯერ წავედი კერძო ის არის გეხსოვებათ თქვი და ამ კერძის პროთეზზე გავაკეთე განაცხადი რომ მინდა არ მოდის პასუხი წავედით მაღაზია არა ხო რა სანიტა ქვია სპეციალურ მაგის მაღაზიაში იმათ ნახეს კომპიუტერში კი არის რომ გააკეთე ამა და ამ რიცხვში დომანდა ისა რა მოთხოვნა განცხადება მაგრამ პასუხი არ არის მოსული რატო არ არის გუშინცი კიდე წავედით გუშინ ყუილია გუშინ ხო და არ არისო მაღაზიაში ისევ მითხრეს როგორმე უნდა დაუკავშირდეო აზლსო დედა დილას 9 საათი ვიჭექი როგორც კი ავდექი არაფერი არ გამიკეთებია და ურეკავ არ ამპასუხობენ მეთქი საიტზეც ვერ შევდიოდი ვერა ხო და ბოლოს გავარტყი მიპასუხა და ისე გპასუხობენ რომ ვაიმე რა რომ უნდათ რომ მოკვდე ხო და მეოთხე ასე ამა და ამ რიცხვში გავაკეთე ნახა და არაფერი არ არის ჩემთან მოსულიო არაფერ შეიძლება ამდენი ხანი დრო რომ პასუხი არ მიიღოვო არა მეოთხე გადმოგზავნა ონლაინ ელექტრონული პოსტით გადმოგიგზავნათ არაფერი არ არის ჩემთან მოსულიო კეთილი ინებეო და მომიტანე ქაღალდების სახითო და ეხლა მომდევნო 4 შაბათს ვარ დაბარებული და ეხლა მერე 4 შაბათიდან კიდე ერთი თვე უნდა ველოდო 20 დღე მაინც და მოვა აპრილის ბოლო სანამ მეღირსება გუშინ საღამოთი ინოჩენტე უკვე მეუბნებოდა რომ რანა ვიყიდოთო
მეოთხარი ხო ვიყიდოთ, მაგრამ თუ შეიძლება და მეკუთვნის, რატო გადავიხადო ერთი ცალი ღირს ეხლა ვნახე პრევენტივი. მე ადრე რა ღირდა 145 евро. ერთი ცალი. ერთი ცალი მინდა. მეოთხარი ეს რომელიც მაქვს აპარებს იმისი არ იყოს ხო და ვლატკავ ვაპაჩნიკებ არ ვიცი ქართულად რომ ვარემონტებ იმითი სამედიცინო წებოვანი ბინტები რო არის იმით ვლატკავ ხო და იქნება და არ გატკინოს რამე და იქნება ამას კიდე პანიკა შევარდება მაშინვე და არ იქა ვიყიდოთ მე დამაცადე იქნება და მაძლევე რა გიჟობა მჭირს ხო და ეხლა ვნახოთ რა იქნება მე ისაო საქართველოს აღარ მოგინდებათ რომ ბიუროკრატია ნახეთ თქვენ აქ როგორია ბიუროკრატია მოდაეკრო ხო და გავიკეთე მე რამდენი 100 კილომეტრზე ვიყავით წასულები ამ ჩვენმა ბიჭმა ეკთანმა სასწაული მოახდინა იმიტომ რომ 2027 წელშიც კი რო ვერ იპოვი ადგილს ეხოსკოპია რო გაიკეთო უფასოდ მე უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული იმიტომ რომ შარშან სექტემბრიდანავ ცდილობდი და ვერანაირად 2026-ში არ იყო ადგილი მე დავანებე თავი იმიტომ რომ მეთქი კერძოდ გავიკეთებ ფასიანი მეტი გზა არაა ფასიანზეც იმ წუთში კი არ იქნება ერთი კვირა 10 დღე უნდა დაელოდო ალბათ და ну არა უჭირს ვიფიქრე აპრილის 20-ისთვის მინდა ხო და ამ ჩვენმა ეკთანმა ბიჭმა არა გინდა თუ არა მომეცით რეცეპტიო თვითონვე თქვა არა მაქვს იმედიო მაგრამ მაინც ავწდი არ ვიცი ხალხო ვიღაცა ნაცნობიო ჩემი მეგობარი ეკთანიო თუ არ ვიცი რანაირად გააკეთა 3 დღეში იპოვა ადგილი მაგრამ იყო შორს ну 60 კილომეტრი 60 კილომეტრი აქედან წადიმოდი 120 ვინ დაეძებდა მაგას მანქანა გვაქვს გაზზე 5 ევრო წახვალ და მოხვალ და ისე რომ გამიკეთებინა 80 ევრო იყო გადასაგდები ხო წავედით ბატონო ბიჭიც წავიყვანეთ ხო გავიკეთე ეხოსკოპია თქვენ ტერს და იმასაც არა ხო რაც არის ეგარი როგორ ვთქვა არ ვიცი როგორ ახარო რომ მეწყენ კარგად ჩემ მდგომარეობაში ცოცხალი რო ვარ და ფეხზე რო ვარ და დავდივარ და შემიძლია ყველაფრის კეთება და თვითონ თვალებშიც არის უკვე კარგად ავარ ხო და კარგად ავარ ეს ძალიან გემრიელია იქა იმ ქალაქში ცოტა მთიანია ისა ხო მე სანამ რიგში ვიდექი და ველოდებოდი ამ ჩემქმარს და იმ ეკთანს უთხარი წადით მეთქი რა აქ ტყუილას ხეთხართ გადით გარეთ ან ბარი იპოვეთ მე რო გამოვალ შეეზე ვიყავი და გამოიხედეთ ქალაქს გაეცალით მეთქი სადა რა ვართ რამე იპოვეთ მეთქი და დამირეკეს ცოტა ხანში ვიპოვეთო კაი მაგარი ბარი ვიპოვეთო კარგიო იქვე საავტოფოსთან ახლო იყო მაგრამ არ ვარგო და არც ვიზუალურად არ ვარგო და არც ხალხი არ მოეწონათ და ცოტა შორიკით იპოვეს ხო და აი ეს ეკთანი კიდე ხო ოჯახის მუჭუჭაა ქალიც არის კაციც არის ოჯახში და ხილბოსტანიც იპოვა ჩემმა ქმარმა რა თქმა უნდა არაფერი არ ეყიდა არა იმან იყიდა ნანა მე მეუბნება რომ გამოვედი მოვიდნენ რა იმ დროს რომ მე შევდიოდი და მალევე გამოვედი რა თქმა უნდა მე ხარ წავედება ეხლა მე გიმშია ხო და ნანა მეუბნება წიწაკაც ვიყიდეო ყვავილოვანი კომბოსტო ია სამნისფერი რო არისო კარგია ეგო ძალიანო ეგ ვიყიდეო ხო მეთქი მე ან მაგას ვყიდულობ ან მწვანეს მეთქი თეთრს არა ვყიდულობ ხო და არა და არ არის ცუდი რა საქართველოში თეთრს ავყიდულობდი ხო პური ვიყიდეო
რაღაცა რაიონის სახელი თქვა რაღაც სოფლისა იმის პურიო და ყველაფერიაო ეს არისო და ხა უნდა რომ როგორმე მე წამეყონ. სინოჩეტესობნი რატო არაფერი არ იყიდე? მეთქი რა უნდა მეყიდე? პური მეთქი, პური უნდა გიყიდა მაინდა. წამიყვანა ამან სინოჩეტე ბურდღუნით მოგდებს არ უნდა ეზარება დანა იქ ცოტა გასავლელია გავივლი მეთქი გავივლი. ხო და მივედით იმ ხილბოსტანში და ვაი მე მეთქი კიდე კარგი მომიყვალე ჯანის უთხარი კიდე კარგი მომიყვალე ჭარხალი იყო ჭარხალი ცოცხალი ჭარხალი აქ ხოსუ მოხარშულია იშვიათია სეზონზე ერთხელ ან ორჯერ აი გადააწყდა სადმე ჭარხალს ხო და დედაჩემის ვადა ხოლმე ჭარხ ყველა მას ხო წურავდა და სადაც კი დავინახავდი აი მანქანით სადმე გავლისას რომ დამენახა ისა ვაჩერებდი რომ დედაჩემისთვის მეყიდა ხოლმე ხო და იქ დავინახე იყო და რაც იყო ის ბოლო დიდები არ იყო პატარები და იმის თქმა მინდა რომ წუხელ გავაკეთე ბორში ახალი ჭარხლით სტაფილოთი ნუ კიდე იქ რაღაც სოკო ვიყიდე ჩვენებური ხის სოკო ვიყიდე ისიც იქ იყო თან ძვირი არ ყიდა 5-6 ევრო ყიდა კილო გავიკეთე სოკო ტარხუნით კინზე გაყინული მქონდა მაგრამ არა უშავრო გამოდგა რუკოლა არ მქონდა თორე წიწმატის მაგივრად ვუკეთებ ხოლმე რუკოლას და მოკლედ სოკო გავიკეთე ჩვენებური ერბოთი და რამე ხო და 2 დღეა თავს ვიკლავ გუშინ წისოკო გუშ წუხელ ბორში გავაკეთე და ახალი ჭარხლით და რა კარგია ჯერ შესახედავად როგორია და ახლა კიდე ვაიმე გემოხო ნუ იტყვი და ვარამ ნეტარებაში თავს რიწყნარებ რო ისა დიეტურია მეთქი ბორში და ხორცი კი აქვს მაგრამ ხორცის ნახარშზე არ გამიკეთებია ხორცის ნახარშებს არ მივირთმევ არც მე და არც ამას არ ვაჭმევ ხალხო რამდენი ვცადე მე კაი ახლა მე არაფერზე რა ვიცი მოვინელი არაფერი არ არის პრობლემა არა ინოჩენტეს რამდენი ხორცის ბულიონი ან რაღაცა ის წვნიანი ხორცის ნახარშზე მით უმეტეს პირველ წყალს ვღრი და უცვლი მაგრამ ინოჩენტეს რამდენი ეგ ვაჭამე ესე იგი გასტრიტი ემართება მწვავედ ერთი თვე მკურნალობთ მერე თუ ვინმესა გაქვთ რაიმე ეგეთი სასტიკად ძროხის ბულიონზე მაქვს საუბარი და ქათმისასხულს ერთ არ ავჭამ რა ვიცი ხო და ხორცავ ხარშავ და მერე თუ რამე უნდა გავაკეთო წვნიანი წყალზე ვაკეთებ და იმ ხორცს ისევ დებ მერე შიგ იმიტომ რომ ხორცის ნახარში ეგ სხვადრო იყო ადრე იყო კარგი რომ ბულიონები სასარგებლო იყო და ეხლა არა იმიტომ რომ იმ ხორცს თუ კი რამე მავნებლობა აქვს და ცუდი რამე აჭამეს და ისა სულ ყველაფერი იმ ბულიონში გადის და რატო უჭამო ის ხო ეხლა ახალი ვირუსი ხო შემოვიდა ეხლა ის ამ იტალიაში ყველაფერი ჩრდილოეთიდან რატო მოდის ყველა უბედურება ამ კოვიდის არ იყოს ეხლა ახალი ვირუსია ბატონო ჰეპატიტი A რომელიც აი ესე ნელა ედება ჯერ კი არ არის ჯერ ისა მზარების შემოსაყრელი და ჯერ პანდემია არ არის მაგრამ როგორ არ არის და ჯერ თქვეს რომ მარტო ზღვის პროდუქტები უმი არ მოიხმაროთ არა და გუშინ წინებშიც ვაი ფიქრი სუში მაქვს ხო ყოველ კვირა 1-2 დღე მაინც ნორის ფურცლები ხო მაქვს და ვიყიდი ხოლმე ისა ორაგული კრაბების ხიდებს რა ქვია ხალხებო კრაბებს რა ქვია არ მახსოვს ხო იც ხო მიხვდით და ის გამბერონებს რა ქვია კრევეტების მამდეშვილი რო არის მათ სანკოლი და მაგებს და სუშის ვაკეთებ და ვარ ერთ ნეტარებაში ხო და უმს არ მივირთმევთ არაფრით მაგრამ ეხლა თქვეს რომ არა მარტო მაგითო ზღვის პროდუქტებით ასევეო ბოსტნეულითაც გადადისო ეგ ემართებათო ეგ ვირუსი ბოსტნეულითაცო და ყველა ხილი და ბოსტნეული ამოკინაში გარეცხეთო ამოკინაში
ჯერ ეხლა ეგ სისულელე ამუკინა არის სადეზინფექციო ყველაფერი აქ ამის დეზინფექცია იმისა ხილბოსტნის გასარეცხი ადრე ვიყიდე მე და 1-2 ჯერ ვცადე მაგრამ ამუკინაში გარეთ როგორც ქლორში გარეცხო შუნიც აქვს მე იმას აღარ შევჭამდა რა მშლობა კიდე ისე და კიდე ისე აზრი არის აქ არ მინდა ხო და აი ვიღაცა რო საჭმელებს აკეთებს და ჟელეთი რეცხავს ხორცს და ყველაფერს ეგ ვარიანტია რა ხო და მასეთი გარეცხილი არ მინდა იმის თქვა მინდა რომ ეხლა ვითომ ამბობენ რომ ბოსტნეულიც საშიშია მერე კიდე რო ამბობენ ამუკინაში გარეცხეთ რა ვიცით ჩვენ ვინმემ ჩაატარა აი იმედენად უვიცობა ამ ყველაფრის გარშემო ამ ინტერნეტ სივრცეში იმდენი უვიცობა რომ ვინ რა იცის ის ბაქტერია თუ ვირუსი თუ რაც არის მოლეკულა კვდება ამუკინათ თუ არა კვდება ვინ რა იცის რითი კვდება არავინ არ იცის ხო და ასე რომ ეგეთ სისულელეებია არ ვიცი ახლა რას მოიტანს ეს ახალი ვირუსი კიდე რა მოხდება და რა მოხდება არ მოხდება არ ვიცით საქართველოში არ ვიცი ეგ არის თუ არა ჰეპატიტი A ძალიან ბევრი ადამიანი არის ავადმყოფოებში 1-2 მე მგონი არ ამბობენ რა სიმართლე რო ვთქვა არ ამბობენ ეხლა კიდე მთავრობას დიდი არევდარევა გვაქვს აქა და რეფერენდუმი ჩაატარეს რაღაცა კანონი უნდა მიეღოთ ახალი მაგისტრატებსა და მოსამართლეებს რაღაც მოკლედ უფლებები უნდა შეეზღუდათ ერთს და მეორეს მისცემოდათ და ჩაფლავდა მთავრობის კანონი იყო და ჩაფლავდა ოპოზიციამ გაიმარჯვა ანუ ხალხმა უარი თქვა მაგ კანონზე რეფერენდუმი ჩავარდა კანონი ჩავარდა თორე რეფერენდუმმა გაიმარჯვა და დიდი არევდარევა 2 თუ 3 მინისტრი და ქვემინისტრები გადადგნენ დიდი ამბავია და არ ვიცი რა იქნება რა მოყვება ესა აი ვერომ კარგად დამიწერა მსოფლიოში რა მდგომარეობაო და მსოფლიოში ხო კატასტროფა მდგომარეობა კარგით ხალხ ჩვენ მაგას ვერაფერს ვერ უზავთ აი რახაც მოხო მივჭამ არ გაბედო ძლივ სამყეო ხარ არ გაბედო გადაყიალება ჩვენივრად გვალამაზე ასე რომ ჩემო კარგებო ეს მე მოვედი ახლა მართალია ძალიან როგორ ვთქვა დიდი აბდაუბდა ხალი ვარ მაგრამ თავარი ის მოვიტანე რეკლამა უფასოდ რო ვაკეთებ მე კი არავინ არ მიხდის მაგაში ფულს რო ვარეკლამებამ ჩემი ქმრის სიმღერას ხო და ეხლა ვისაც არ დაგეზარებათ და მე ვიცი რომ არ დაგეზარებათ იმიტომ მოვდივარ და იმიტომ გეუბნებით და იმიტომ გთხოვთ რომ ვიცი რომ როგორც ახართ განწყობილები ინოჩენტეს მიმართ და ამიტომ გეუბნებით რომ გადადით მოусმინეთ და რემიქსია რაღაცა ძველი სიმღერა მე ვთხარ ვაიმე მეთქი მე მაგ სიმღერის ორიგინალი ვიცი და აი ისეთ სიმღერა რომ ვაი მე არ მომწონდა და მოусმინეო მითხრა რემიქსია და აბა მოусმინეო და რემიქსია გაკეთებული საერთოდ სხვა სიმღერა გამოვიდა ძალიან რითმულია ნუ არ არის რა ადვილი მოსასმენია იმის თქმა მინდა ხო და ასე რომ თქვენ არაფერი დაგიშავდებათ მოусმინეთ გაერთეთ თუ გაერთობით თუ არა და ინოჩენტეს კიდე გაუხარდება რომ ნახვები ექნება აი ეგ მინდოდა რომ მეთქვა მე აღარავინ აღარ მიწერს არაფრის დიდებით ჩემი არხი YouTube-ზე გაქვავდა და გაკლდებდა და არაფრით არ უნდა ავიდეთ ამ 10000 გამომწერზე არა აღარავინ აღარ მიწერს არ ვიცი რატო ალბათ იმიტომ რომ კონტრაქტი აღარა მაქვს მაგითო ეთყობა არ ვიცი რატო ხო და ეგრეა ხალხებო გინდა გამომიწერეთ გინდა ნუ გამომიწერეთ გინდა მიყურეთ გინდა ნუ მიყურებთ რაც გინდათ ხალხო ისაკენით თქვენ ცხოვრებაში ოღონდ კარგად იყავით ბედნიერად იყავით ჯანმრთელად იყავით რაც გინდა ისაკეთეთ არა მაქვს მაგი ჯავრი და დარდი ასე წავედი ახლა მე ისა ვაიმე კეთოს კაბებთან და ჩემ კაბებთან დაკავშირებით რაღაცა უნდა მეთქვა. ეხლა ვამბობ რომ უნდა დავახარისხო, ძალიან ბევრი კაბები უნდა გადავყარო შარშან უკვე 2 წელი რაც გაიარეს რა, 2 სეზონი. ეგ კაბები უნდა გამოვხშირო. ხო და იცი რა არის, ჩემ უტვინო თავს ვეუბნები რომ
საშინაო კაბებსა ვყიდულობ, ეს კარგია საშინაოდ გამომადგება, რაღაცას ვამბობ და მე ვამბობ, კაცო, ის რომელიც უნდა გამოვხშირო, ის ჩაიოხრე საშინაოდ და გაცვითე და ახლები კიდე საგარეოთ და აი ტვინი არ გინდა. ხო და ქეთოს მე ვერ დავეწევი ვერანაირად, აი სურო რა ვირითი, ერთი კომენტარი იყო რომ ვინა ჩუქნის ამდენი იმასო ტანსაცმელს, ვინა ჩუქნის, არავინ რა ჩუქება უნდა ხალხო. დღეში $400-500 აქვს და 100 ლარს კი 100 არა, მაგრამ როგორც ამბობენ თელაველები, 200-300 ლარსა ხარჯავს ყოველ დღე ტანსაცმელზე და იმებზე, ზაკოლკებზე და იმებზე რა და საათები, საკაულები, ბეტები, ძეპები, რავი, ყველაფერს აყიდულობს რა, ხო და 200-300 ლარს დღეში ხარჯავს. ხო და მე ახლა მაგას სად დავეწევი, ყოველ დღე, ადრე დღეში ერთხელ ყოველ დღე ახალ ვიდეოს ვდებდა და სხვა კაბა ეცვა და ახლა მთელი დღე ლაივში ის და ორჯერ სამჯერ იცვლის და ყოველ დღე და წარმოიდგინეთ რამდენი აქვს, ანსადმი აქვს, ანსად ალაგებს, არ არეცხავს, არასუფთავებს, არაფერს არ აკეთებს და იმ ტანსაცმელს ჩაიცმევს დააგდებს, ჩაიცმევს დააგდებს და სად ინახავს მაგდეს არ ვიცი და ხო და მე ახლა კაბებს ხო ვყიდულობ არა და ვამბობ უნდა გადმოვახარისხო და დავინახო რამდენი მაქვს. 10 მაინც უნდა მქონდა. ადრე ხო დავთვალე და 20 და რამდენი მქონდა, 20 და რაღაცა ბარერა. საწავალ კაცო ქეთოს აპრილიდან ვუყურებ და ჯერ არც ერთი ცალი 2 დღე არ ასწმია. ერთი ჟაკეტი ეცვა მარტო რაღაცა ისა ჰუდი თუ ბაიკა რაღაცა 1-2 რა, 1 თუ 2 მეტი, მაგას ერთი და იგივე კაბა და ჯემპრი და ბლუსკა 2 დღე არ ასწმია. ხო და წარმოგიდგენთ რამდენი თვია ახლა, ერთი 100 კაბა აქვს. კიდე მეტი კაცო, კიდე 100 რა არის, 100 კი არა 200. 200-ზე ხელს მოვაწერ. 200. ხო და მე სად მივალი გამდე? ვერანაირად. ხო და ეგრე ხალხებო, წავედი ახლა მე და ზღაპხულის კაბები უნდა არა მაქვს ახლა რომ ქურთუკებს რაღაცებს გავიხდით და რა ჩავიცმეთ, არ მახსოვს არაფერი და ეგ ყველაფერი არის დასახალისხებელი. ანუ 4 სეზონი გარდიროფიკი მაქვს და სეზონებს იქ 2 ზამთრისები ზემოთქვემოთ არის, მაგრამ ახეთ ვცვლი ხოლმე ზაფხულს ავაბარგებ, ზამთარს ჩამოვიტან. ეხლა ეს ზამთარი დაბლიდან არის, მაღლაზე 2 გაყოფილი, მეორე გაყოფილი. ასატანი და იქ ზაფხული და ეგ ჩემი გოგო რომ მოვა რა დაამხმარე. დალაგებაზე რომ ეხმარება, იმასთან ერთად ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ კაი ის არის ეგეც, აი ნერვების გასაწიწკნის საქმე. ხო და 2 რო ვართ ხოლმე, უფრო ხალისიანად ვალაგებთ. წავედი ახლა მე, აბაჰე და აბაჰო გეტყვით, მალე მოვალ კიდე დავბრუნდები. აღარ დავიკარგები მეთქი ვამბობ. არ დავიკარგები. წავედი. აბაჰე და აბაჰო იქნება მომიარო და დღეს საღამოთი კიდე მოვიდე. სახში ვართ დღეს არ გავდივართ. ქარი ქრის. ქარი რას გიშლითო? არაფერს, მაგრამ რა ვიცი ეგრეა. წავედი აბაჰე და აბაჰო.